ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასება, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო. იცით ალბათ, რომ არ იყო ჩემთან არც კონსულტაციები, საქმეების გაჩერებული იყო, ძალიან მძიმე დღეები იყო და ვინც მიკავშირდებოდა, ყველას უთხარი და თითქმის ყველა მიცოდა, რომ ეს 2 კვირა არც ვიდეოს არ წერდი და არც კონსულტაციები არ მქონდა სამწუხაროდ. ფიზიკურად, არც ფიზიკურად შემეძლო, არც მორალურად შემეძლო და არანაირი კუთხით არ შემეძლო, ასე რომ ვთქვათ, იმდენად ხო, ესე რთული პერიოდი, რთული დღეები გადის ქვეყანა, გავდივართ ჩვენც, რა თქმა უნდა, 2 კვირა არავის არ უწყვეტავს და მისმის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს გულებში ვერ შეიძლება ვერაფერი ის რაც არის ყოველთვის დარჩება. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, რაც შეეხება საქმესთან დაკავშირებით, განახლდა ჩვეულებრივ ამ კვირიდან, სადღაც 2 დღის წინიდან განახლდა კონსულტაციებით დავიწყეთ და მთავარი სამსემთვარეობა ეხლა და ეს კვირა სრულად გვაქვს უფლება გავაკეთოთ გამოძახებები. გამოძახებასთან დაკავშირებით აუცილებლად წერთ პირადში, აუცილებლად, იმიტომ რომ მაქსიმუმი 5-6 გამოძახება მაქვს ხოლმე, მეტი არა ფიზიკურად, ამიტომ თუ გვინდა შემდეგ გამოძახებასთან დაკავშირებით, შემდეგ სამსემთვარეზე იქნება თუ ამ კვირაში, ყველა ვარიანტში მნიშვნელობა არ აქვს, წერთ პირადში და იმის მიხედვით უნდა ჩაგწეროთ. ეხლა ავანთოთ სანთელი, ერთი წუთით. რომელი ავანთოთ? ცდეთ სურნელოვან ჭხირსაც ავანთებ. ავანთოთ, მოდით ისეც ავანთოთ და ისეც წამით და სურნელოვან ჭხირსაც ავანთებ. ხო, მოკლედ, დღევანდელ გაშლას ამ წუთასაც ვფიქრობ, რა ჩაგიწეროთ და ალბათ მე ვფიქრობ, ძალიან რთულ პერიოდს გადის ახლა ყველა ზოგადად პირადშიც, ფინანსებშიც. ძალიან ბევრი არის გაოცებულ მდგომარეობაში, აირია ყველაფერი, ანუ თვითონვე ზოგადად, მაგრამ პერიოდია ესეთი, ეს ყველაფერი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მაინც რადგან ყველაზე დიდი მოთხოვნა პირად საკითხებს უკავშირდება, მოლოდინები ჩავწეროთ, ფიქრი, ანუ ზოგადად გრძნობები ჩავწეროთ და მოლოდინები, მხოლოდ გრძნობები და მოლოდინები თქვენი პარტნიორის. რადგან მხილველის დასტაზე ხო, რაც შეეხება YouTube-ზე, ვინცაც ყავარ, იქ ნომერი დევს დაბლა, ბოლოში წერია, როდესაც, ასე ვთქვათ, ვიდეოს დაასრულებ და უყურებთ, კომენტარში ტელეფონის ნომერია, WhatsApp-ი, Viber-ზე მწერთ და ხოლო ვინც TikTok-ზე მყავხართ, პირადში მწერთ და არ არის პრობლემა, პირადში მოგწერთ. მე საკონტაქტოს და მე თვითონ დაგანატებ. არც ეს პრობლემა არ არის. უდიდესი მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს კიდევ და კიდევ არ დამავიწყდეს ამ მძიმე დღეების ფონზე, მოკლედ ისედაც მitmedes ისრაელში ხო საერთოდ ძალიან ბევრი მყავს ისრაელთან და მოგიკითხავთ ყველას ჩემო ძვირფასებო, ეს 2 კვირა კონტაქტიც ფიზიკურად მესჯებსაც ვერ ვნახულობდი, ანუ ძალიან არ ვიცი, შეიძლება ალბათ ხმაზეც მეტყობა, ძალიან რთული დღეები იყო, მძიმე კვირები იყო, ჯერ საერთოდ შოკირებული, ეხლაც ჯერ ვერ ხო, ანუ ნახევარზე მეც ალბათ არც ჯერ არაც მოხდა სამწუხაროდ საქართველოში და ამიტომ თორემ მე იმას არ ვიძახი, ხა ისრაელშიც ესეთი ამბები ხდება, ამიტომ ჩემო ძვირფასებო მოგიკითხავთ ყველას და გისურვებთ მშვიდობას, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ნახოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ, სათქონოთ მოიბრუნებთ, ხო, და შეგიძლიათ დაწეროთ ფურცელზე, არც ეგ პრობლემა არ არის, მისი დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ნახოთ, რა სიტუაციაში იმყოფება თქვენი პარტნიორი, ხო? შემდგომ ნახოთ, ყოველთვის ხოლმე მხიარულად გიწერთ ვიდეოს, მაგრამ ეხლა ალბათ გესმით, ხო, ძალიან რთულია ჩემთვისაც, რომ ჯერ ამდენი ხანი არ ჩამწერია და თლად ისე ვერა, მაგრამ არა უშავს, იქნება მხიარულადაც ჩაწერილი ვიდეოები, ეხლა რაღაცნაირად ისე, ასე ვთქვათ, მიიღეთ ეს ვიდეო მადლიერებით. ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მისი გრძნობები.
ასევე კიდე მისი გრძნობები. კიდე ერთხელ მისი გრძნობები და მოლოდინები. კარგით. მის ჩმოვიდა და ნახე, გადავხედე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო და პირველივე არკანი ტარო საოცარია. აი, ამაზე საოცარი ხალხო არაფერი მოგონილა. მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, მინდა გითხრათ და როგორი ურთიერთობა, სადაც უკვე გულს აღარ ვუსმენთ და პირდაპირ გადავედით ტვინზე და გონებაზე, როგორც თქვენ და არ გამოურიცხავ ასევე როგორც მამაკაცი. დასტის ფონი პირველივე არკანი ხმლების ტუზი და უკან დაინახავდით თქვენ თვითონვე და როგორი საერთოდ როგორი ჰარმონიული ურთიერთობიდან გადავედით და გადახვედით აი ასეთ საშინელი, აი იმდენად საშინლად გაგვთ გული ნატკენი. აი იმდენად საშინლად ვინც ეხლა და ვიზეც ეს რეზონირდება, მე ერთ-ერთში მესმის რამხელა გულის ტკენაზე აქ საუბარი და საერთოდ რა მოხდა და რა დონეზე გატკინეს გული, რომ გული, რომლითაც ფიქრობდით, გული, რომლითაც გრძნობთ, გული, რომლითაც ყველაფერს განიცდით, უცბად გადავიდა ტვინში და აღარ აძლევთ გულს იმის უფლებას, რომ აი როგორ ახსნა გულმა გააკეთოს, მიხვდით, რომ გული მაინც არჩევანს გააკეთებს ისე, რომ მისკენ წავა. ამიტომ იმდენად გულნატკენი ხართ, იმდენად ნაწყენი ხართ ამ ადამიანზე და ანუ ნახეთ ორივეს განვიხილა, ვის ადამიანი შეიძლება ანალოგიურად არის. ეხლა მე ხო არ ვიცი, ეს არის საჯარო გაშლა, ყველა საკითხი ინდივიდუალურია. რა მოხდა, თქვენაც წყენით, იმანაც წყენია, ორივე ერთად, ხო ეხლა ორი ადამიანის ურთიერთობაში ერთი არასდროს არ არის მართალი, ვიცით ხო ეხლა რაღაცა მიზეზები არსებობს, თორე მე იმას კი არ გეუბნებით, რომ თქვენ ტყვი ხართ ან რამე ხა, ეგ არც მიფიქრია, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ფაქტი ერთია, ორივე ჩართო ტვინი, ორივე ჩართო გონება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო თქვენ მამაკაცებმა კიდე იმდენად არა, რამდენადაც თქვენ, იმიტომ რომ თქვენი პარტნიორის მდგომარეობა რა ხდება ეხლა მის ენერგიებში და ადამიანი ძალიან ცუდად ვერ მოგატყუებთ ადამიანი, რომელიც ძალიან განიცდის. როდესაც ესეთი მდგომარეობა და ადამიანი ასე განიცდის, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ხოლმე ამ დროს პირად კონსულტაციაში გადმოვდივართ, იმიტომ რომ ნახოთ რა შემთხვევა იქნებდა, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, ანუ სიტუაცია, რაც მეტი ვიცი, მეტად ვეხმარებით. ზოგადად ეს ესეა, თუ რამე დახმარება გჭირდება, დავეხმარებით. კი ბატონო, შეიძლება სუპირიქით გითხრათ, არ გაბედოთ ნაბიჯის გადადგმა, ხო მიხვდით, ანუ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული პირად კონსულტაციაზე და ყველაზე მთავარი ძალიან განიცდის, ძალიან ნერვიულობს და რადონის ბრძოლებშია საკუთარ თავთან ვერ წარმოიდგენთ. არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი რა მიზეზი იყო, მაგრამ ადამიანი განიცდის, ვერ მოგატყუებთ. კი ბატონო, თქვენ გონება ჩართეთ, აი ამ გულის ტკენის მერე გულთან აღარ მიგაქვთ და ტვინი ჩართეთ, იმიტომ რომ დაიღალეთ, მოხდა ისეთი რაღაცები, რომ დაიღალეთ ძალიან, მაგრამ ნახოთ ახლა რა სიტუაცია ისევ ისე მასთან რა ხდება. მაგრამ ფაქტია, ადამიანი განიცდის, ადამიანი ნერვიულობს, რა თქმა უნდა, კაცია, ხო? მეტი მოითხოვება, თუ კაცს უმეტეს ბაქალბატონები მიყურებთ. მეტი მოითხოვება, მეტი უნდა გაეკეთებინა, მეტი უნდა შეესრულებინა და შესაბამისად არც აღმოჩნდებოდა აი ამ ხუთიან ხმლებში, ხო? თავში შემორტყმული ხელებით. არც აღმოჩნდებოდა და სიტუაციას ასე ვთქვათ, დალაგდებოდა. მაგრამ ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულებულია, 10-იანი ხმლებით ფიქრობს, რომ ურთიერთობა დასრულებულია, რასაც ძალიან განიცდის. მართლა ვერ მოვიტყუები, ხა როგორ უნდა მოგატყუოთ, მე აქ რასაც ხედავ, რომ პიროვნულად პიროვნება ძალიან განიცდის თქვენთან დაშორებას, თქვენ არ იყავით მისთვის ვიღაც, არ იყავით ხელწამოსაკრავი სიტუაცია თქვენ მისთვის, როგორც ჩანს, როგორც ქალი, ყველანაირად გვერდში შედექით, პლუს ამას ისიც გვერდში გედგათ და როგორც ჩანს ერთმანეთს არც არაფერს უმალავთ და საკმაოდ გახსნილი ურთიერთობაზე მაქვს საუბარი, ასევე ინტიმური ურთიერთობა იყო როგორც ჩანს ძალიან ბევრთან. მაგრამ აი გრძნობებში რა ხდება ძვირფასო, შეხედეთ რა მდგომარეობა, როგორი ემოცია, როგორი სექსუალური ვნება, ვაიმე გავგიჟდი და პლუს ამას
როგორც ოჯახი, ისე გიყურებდათ პიროვნება. თქვენ მისი ოჯახი ხართ. მე არ ვიცი, ზოგიერთ შეიძლება მარტო ყოფი ადამიანია, რომელსაც არავინ ყავს, ხო არიან თი მამკაცებიც, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, თქვენ იყავით მისი ოჯახი ამ პარტნიორობის პერიოდში. თქვენ მისთვის იყავით ძალიან ძვირფასი, თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემდათ და თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემდით, უბრალოდ მოხდა. რაღაცა ისეთი თემები ეთყობა, რის გამოც თქვენ უკვე ტვინი ჩართეთ და всё, გულმა აღარ ნამაჯობობს, როგორც ხდება, ხო ხვდებით და მე არ მივცემ უფლებას გულმა ამაჯობოს, всё, ეხა მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ტვინა, ის საკუთარ თავს რო ელაპარაკებთ, მაგრამ გრძნობებში ნახეთ ჩემო ძვირფასებო, რამხელა გრძნობები აქვს, რამხელა ზღვავნება და ემოცია აქვს, ღმერთო ჩემო, აი მართლა შოკში ვარ, დედას გეფიცებით, მართლა შოკში ვარ, რამხელა გრძნობებზე მე არ დაგავიწყდეთ, მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრე, ხო? ნახოთ გრძნობები და ზუსტად რა თქვი, გაურება, გაურკვევლობა, თვითონაც ვერ მიხვდა რა ხდება, ძალიან უნდა გაერკვეთ, მაგრამ აქ უმეტესად აი მთვარე და მაგისად დაჯდა. აქ ჩათვალეთ, რომ 60% მაინც იმყოფება ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ. სავალდებულო არ არის მაგიის ქვეშ, კი ბატონო შეიძლება მაგიის ქვეშ, მაგრამ ასევე ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ. არ ვიცი ვინ ხართ, არ ვიცი რა პრობლემა იყო თქვენ შორის, არ ვიცი რა მოხდა რომ ამ მდგომარეობამდე, ანუ ქალბატონები არიან, ანუ განა კონკრეტულად როგორ ნახეთ როგორ რაღაც მინდა ვთქვა, მიგიყვანათ იმ ზომამდე რომ წასულიყავით, განა თქვენ გინდოდათ, მიგიყვანათ, მიხვდით იმ ზომამდე რომ წასულიყავით, მაგრამ ფაქტია, ჩემო ძვირფასებო, აქ ზეგავლენაა ძალიან დიდი, კიდევ მეორე ანუ მივახტებით ბჭყალებში, ხო, ზე მაგია აქ ეს, მე რა მაგია შეიძლება არ იყოს, სიტყვა უკვე მაგიაა, ამიტომ შეიძლება სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიცით და ვინ რა, როგორ და რანაირად და სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა, მამაკაც თუ ვიღაცის ჭკუაზე ესე მარტივად დადის, რა ვიცი, მართლა რა გოშველება, მაგრამ ამ გაურებასაც ხსნით, არც ეგ პრობლემა არ არის, ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეგვიძლია მომმართოთ, მაგრამ ყველა ვარიანტში გამოძახების მერე ვნახულობ და ვიწყებ სიტუაციების, ასე ვთქვათ, გადაფასებებს და რა შეიძლება მოიკიდოს ხელი და რაც არა, ვნახოთ კიდე გრძნობები. ძალიან ცუდად არის ჩემო ძვირფასებო, ადამიანი ძალიან განიცდის დედა, ნახეთ, თქვენი თვალით დაინახეთ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდა. ეს წოდეთ თქვენი გასავლელი გზაა, ჩემო ძვირფასებო, მისი გასავლელი გზაა, ძალიან დიდ ემოციასთან მაქვს საქმე. აქ იცით როგორ ემოციასთან მაქვს და ვნებასთან საქმე, ხა შეიძლება ცოტა ისე გაიგოთ, რომ აი ვნება ხშირად ვახსენე. კი, იმ ისეთი საოცარი აი მიზიდულობა აქ ესე მარტივად არ მგონია რომ თქვენ დაშორდეთ. ეხლა კიდევ მეორე ყველა საკითხი ინდივიდუალურია, ხო? ვინ როგორ და რანაირად ამაზე პირადში მობრძანდით, მაგრამ ფაქტია აქ საოცარ ემოციასთან მაქვს საქმე და სამწუხაროდ ყველანაირად მივარდნილი და მიგდებულია ეხლა. როგორც ჩანს ძალიან გაწყენინათ, ნუ თქვენსაც წენინეთ და მოკლედ საბოლოოდ ესე მოხდა. და ფაქტია, მაგრამ ესეც გასავლელი ამ გზას აუცილებლად გაივლით და არიდარდოთ ამ გზას გაივლით, კი ბატონო, კარმული გზაა და თქვენ შემთხვევით ერთმანეთს არ შეხვედრილ ხართ, ძალიან დიდი ზღვა ემოცია თქვენ შორის და ზღვა გრძნობებია. აქ ტუზის კვერთხი დამიჯდა და კვერთხების მეფე, აი, всё რა, აქ ესე მარტივად დაშორება არ მოხდება. ვნახოთ მოლოდინები. კიდე ერთი ოპა, კი ბატონო. ეს ადამიანი გააკეთებს რაღაცას, რომ შეგიძლიათ დასკრინოთ და შეინახოთ, შეგიძლიათ ტელეფონზეც დააყენოთ, აი ეს დასკრინული, კიდე ახალი შანსი, ნახეთ. ვაიმე რა მაგარიათ, მე გამიხარდა დედას გეფცებით, თქვენ მაგივრად ოღონდ კიდევ მეორე ნახეთ, რას გვეუბნება მუშაობა მოლოდინებში. ანუ ეს გულხარ დაკრაფილები ვერ ვისხდებით, მიხვდით? კი ბატონო, შეგიძლიათ ცოტა ხანი დაელოდოთ, მაგრამ არა, აქ თუ ვისაც გაურება აქვს, ვისაც პრობლემა აქვს და ვისაც ეს სიტუაცია აქვს, ასეთ ადამიანებს ჭირდება დახმარება. ეს გაურება თუ არ მოხსენთ, ესე თავისით არ გადაულით ხოლმე. სულ ეჭვები აქვს, სულ რაღაცა აქვს, სულ პრობლემა აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი კიდე ერთი შანსი ურთიერთობას ეძლევა. აქ ეს ადამიანი არ მგონია გაჩერდეს, ნუ ერთ თქვენ გაჩერდებით, მაგრამ ფაქტია აქ რაღაცა სიტუაცია, მაქსიმუმ 3 კვირა, არავინ არ მოგატყუათ, აი მაქსიმუმ 3 კვირა 1 თვე, მაგრამ ძალიან გამახარა მოლოდინებმა, რა მოლოდინები უნდა გქონდეს და საოცარი არკანები ამოვიღე. ძალიან დიდი იმედი, შემართება, თქვენ მაგივრად მე მომეცა, კი ბატონო, თუნდაც ჩემზე, ხომ ეს ჩავიფიქრე.
და ძალიან გამიხარდა ჩემო ძვირფასებო. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, ხო, ტაროს სწავლებას რაც შეეხება აუცილებლად პირად შევწერთ, იმიტომ რომ ეხლა მაქვს საგაზაფხულო ფასდაკლებები ტაროს სწავლებასთან დაკავშირებით და გამოძახება იქნება, კონსულტაცია იქნება, დანარჩენ კიდე აქ რა კითხვებით დაგიკროვდათ რა იქნება, დანარჩენზეც წერთ პირადში, YouTube-ზე ნომერი დევს კომენტარში. ხოლო TikTok-ზე წერთ პირადში და მე თვითონ გამატებთ. საოცრებები ხდება. აი, ზუსტად რო გადაწურული გაქვთ იმედი, მაშინ მოხდება საოცრებები. ამიტომ აი არ ვიცი რა, ძალიან გამახარა ამ გაშლამ, აი არ ველოდი მართლა, იმიტომ რომ აქ იმხელა ის ნახე, აი როგორ გითხრათ, რა კამათი და ჩხუბიც კი არა, ზოგთან ჩხუბში და კამათშიც არ გადავდილა, ისეთი ჰარმონია იყო, მაგრამ დაღლა იყო მეტი, არ ვიცი რა მოხდა, არ ვიცი ვირა გააკეთეთ მეტი და ვინაკლები, მაგრამ ფაქტია მოხდა დაღლა, რის გამოც წახვედით, ან იმან იწოლებული გაგხადათ, რომ წასულიყავით, მაგრამ ისეთი საოცარი ემოცია, ისეთი საოცარი გრძნობებია, ისეთი საოცარი მიზიდულობებია ჩემო ძვირფასებო, აქ არ არსებობს ეგეთი მარტივი დაშორება, მაგრამ ვინც გავლენის ქვეშ იმყოფება, ეს აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, კი ბატონო და უნდა მოხსნათ ეს სიტუაციებიც. დეტალებზე არ ვსაუბრობ საჯაროში ხოლმე, ამიტომ ჩაკეტვა იქნება, რა იქნება, გამოძახება იქნება, თუ რა გამოძახების გარშე მაინც არ ვიწყებ საქმეს, ამიტომ რომ ნახო ენერგეტიკულ კავშირი, ამიტომ სხვა შემთხვევაში უკვე ანუ დეტალებზე მწერთ პირადში, იმდენად გამიხარდა ეს გაშლა, აი არ ვიცი, ვერც გადმოგცემთ სიტყვებით და ძალიან დიდი შემართებით და იმედით შეგიძლიათ იყოთ. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, ხა ხელს თუ არ გავანძრევთ, არ პირზე ვიყუროთ ზედაში და ვაიმე რა იქნება, ხო? ეგრე ხო, რაღაცა თუ არ მივეხმარეთ სიტუაციას, ოღონდ გააჩნია ვისთან რა არის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო კონსულტაცია, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას. მოსმენისთვის, თითოეული ლაიქისთვის და კომენტარისთვის. კიდევ მოგიკითხავთ ემიგრანტებს, მიყვარხართ, გაფასებთ და სოფლიოში მშვიდობა საქართველოს. ნახვამდის დროებით პირადში გელოდებით.